ძალიან საინტერესო თემაზე უნდა გესაუბროთ, ისეთ აქტუალურზე, რომელიც არა მარტო ქალებისთვის არის საინტერესო, რადგანაც რუჯი, ანუ ლამაზი ნამზეული, ეს არა მარტო ქალებს გვხიბლავს მამაკაცებსაც და სხვათა შორის უკვე შემიძლია პროცენტულადაც რაღაცნაირად გადავანაწილო 50-50-ზე, იმიტომ რომ მამაკაცები ნებით თუ უნებლიეთ არ ვიცი, მაგრამ სულ გარუჯურები მხვდებიან და ძალიან უხდება ყველას რუჯი. მე ასე მგონია. თუმცა უსაფრთხოდ გარუჯვა ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჯერ არის ჯანმრთელობა, შემდეგ არის სილამაზე და სილამაზის საწინდა არის სწორედ რომ ჯანმრთელი სხეულია და ჯანმრთელი ადამიანია. ზოგადად მაისი კანის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა და რა თქმა უნდა ჩვენც იმისთვის რომ ვიყოთ ლამაზები და ჯანმრთელები არ ჩამოვრჩებით სამედიცინო კალენდარსაც. და გვაქვს ფუფუნება იმისა რომ ჩვენი არაჩვეულებრივი სპონსორის საშუალებით რომელიც გახლავთ ავერსის აფთია კოქსელი მოიპოვება ისეთი ფართო ალტერნატივა არჩევანი ისეთი ბრენდებისა რომელიც უსაფრთხოდაც გაგროჯავს და თან ძალიან ლამაზი ნამზეულიც გექნებათ. თუ გსურთ რომ ლამაზი კანი შეინარჩუნოთო როგორც ახლა სადაც არ უნდა დაგუგლოთ და სადაც არ უნდა მოიკითხოთ პირველ რიგში გეუბნებიან რომ ლამაზი ნამზეურისთვის და კანისთვის უპირველესია რა თქმა უნდა წყალი და ყველა ექიმს და სპეციალისტს სხვადასხვა შეხედულება აქვს წყალთან მიმართებაში ანუ ლიტრაჟის მიხედვით და ალბათ მგონია რომ ორგანიზმი ყველაზე კარგად გეუბნებათ რამდენი ლიტრი წყალი შეგიძლიათ რომ მიირთვათ. შემდეგ მაქსიმალურად შეზღუდეთო სოლარიუმში სიარულიო და მზეზე დიდხანს სწოლაო, ასე გვეუბნებიან სპეციალისტები. ეს ორი რამ თქვენი კანის მტერია და ლაქებთან ერთად, რა თქმა უნდა, ნაოჭებსაც აჩენს ზედაპირული ზიანი, რაც თქვენ კანს ადგენს. ნამზეურის გაჩენაც და მის მიერ მოტანილი სარგებლობაც თუ ზიანიც, მოკლედ ულტრაიისფერ, ანუ იისფერ სხივების დამსახურებაა და თავად ულტრაიისფერის სხივებიც ხომ განსხვავდება ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრა და უკვე ჩვენც კარგად ვიცით, ვინც ყიდულობთ მზისგან დამცავ საშუალებებს და განსაკუთრებით აი ზაფხულში რომ აქტიურდება ხოლმე ეს მოთხოვნა რომ ვემზადებით, ეს არის A, ანუ UVA, B, UVB და უკვე თურმე UVC სხივებიც. UVA როგორც ამბობენ და ამაზე ჩვენ ახლა დაწვრილებით ვისაუბრებთ, ყველაზე სუსტია, მაგრამ ყველაზე ღრმად აღწევს კანში. შეუძლია გამოიწვიოს კანის ღრმა დამწვრობაც, დააზიანოს შემაერთობელქსოვილიანი სტრუქტურებით და სხვათა შორის თვალის ბადურაც და ბროლიცო, ასე ამბობენ. ასე რომ ჩემი რჩევა იქნება, მე საერთოდ უსათვალოდ ვერ გავდივარ მზეზე და არასოდეს სათვალის გარეშე არ გავრუჯულ ვარ და ჩემი რჩევა იქნება, რომ ბროლსაც გადაარჩენთ და ძალიან მომწონს სხვათა შორის ეს თვალი რომ თეთრად არის გამოკვეთილი და ძალიან კომფორტულია. ვისათვალიერებთ სანაპიროზე თუ აუზის ირგვლივ კაცშულმა არ იცის, რადგანაც გიკეთიათ სათვალე. ესე იგი ამ UVA მზის სხივებს A-ს, რასაც ჩვენ ვეძახით, ვერც ფანჯრის მინები აკავებს და ვერც ღრუბლები თურმე. UVB უფრო ძლიერი და ნაკლებად შეღწევადია, მაგრამ თუ დიდი რაოდენობით დაგროვდა, შესაძლოა კანის რქოვანის მძიმე დამწვრობაც კი გამოიწვიოსო. კანის კიბოს განვითარებაში კი A-საც მიუძღვის თურმე ბრალი სამწუხაროდ და B-საც. ულტრაიისფერის სხივები დედამიწას მთელი წლის განმავლობაში ეცემა და ნებისმიერ სეზონზე, ანუ ნებისმიერი ტემპერატურის პირობებში შეიძლება მოგვაყენოს ზიანი, მაგრამ რა თქმა უნდა, ცხელ სეზონზე რომ მზე აქტიურდება და განსაკუთრებით უნდა ვფრთხილდეთ ამ ამბავს, ეს არ ახალია უკვე და ამიტომაც მოვიტანეთ ეს თემა ეხლა თქვენთან, სადაც უკვე დაცხა და მაისის უკვე ბოლო დღეებია. და რა თქმა უნდა, 11-დან 16 საათამდე და ხანდახან 17-მდეც ამბობენ, ეხლა ჩვენ ამაზე ჩვენი სპეციალისტი ექიმი გვესაუბრება, თუმცა მზეზე ნიჩია კატეგორიულად იკრძალება მზის გულზე ნებივრობა, რაც ქალებს ძალიან გვიყვარს, მაგრამ საბედნიეროდ მედიცინა ისე განვითარდა, რომ უკვე ჩვენი ცნობიერებაც ამაღლდა და ეს გადაცემაც სწორედ რომ დღეს ამას ეკუთვნის. მე მაინც არამ გადავალ ჩვენ სტუმართან იმ გოგონების კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც რუჟზე გიჟდება და ვიტყვი რომ ცოტა პატარა პლუსებიც აქვს ნამდვილად მზეს, ანუ კანში D ვიტამინის წარმოქმნას აძლიერებს და მზის სინათლე უდავოდ სასარგებლოა, მაგრამ ექიმები ამტკიცებენ რომ D ვიტამინის მაღალი დონის შესანარჩუნებლად საკმარისია ზაფხულობით კვირაში სულ 2-ჯერ ან 3-ჯერაც შეგვიძლია 5-10 წუთი გავიდეთ და ეს D ვიტამინი ჩვენშიც გამომუშავდებაო. მზის სხივების ორგანიზმში მოხვედრისთანავე იწყება ენდორფინების, ანუ ბედნიერების ჰორმონების გამოყოფა, რაც ავადმყოფობის პრევენციის ერთ-ერთი საშუალებაც შეიძლება ჩაითვალოს და რა თქმა უნდა, ქალბატონები უფრო თავდაჯერებულებიც ვართ და უფრო მოგწონს საკუთარი თავიც და რაღაცნაირად მგონია რომ ის ზაფხულის 60 ფერადიც გააროჯულ, ანუ ნამზეურზე უფრო გვიხდება. მე ჩვენს დღევანდელ არაჩვეულებრივ სტუმარს, რომელსაც თქვენ
თვალყურს ადევნებ და იხილავთ იგი როგორ გამოიყურება, როგორც ექიმს და როგორც გოგონასაც უნდა ვკითხო, იმიტომ რომ ექიმია, მაგრამ ნამზეური გოგოებს ძალიან გვიყვარს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ თემასაც რაღაცნაირად გავშლით. ნუ ჯანსაღი ნამზეური ექიმების აზრით საერთოდ არ არსებობსო, მე ესეც ამოვიკითხე. კანი მუქ პიგმენტს, ანუ მელანინს გაძლიერებულად იმიტომ წარმოქმნის, რომ სხეულს ფარად გადაეფაროს და კანის შემდგომ დაზიანებას შეუშალოს ხელიო და მართლაც გარუჯული კანი უფრო ნაკლებად იწვევა მზეზე, ვიდრე ვთქვათ თოვლივით გაცდადა. თუმცა UV გამოსხივების შორეული შედეგებისგან, მაგალითად ნაადრევი დაბერება და კანის მტკიბოსგან ნამზეურიც ვერასოდეს ვერ დაკიცავთ. მოკლედ ეს იცოდეთ, რომ ეს არის ნაადრევის შედეგები, რომელსაც ეხლა ვენახავთ, მაგრამ არსებობს გვიანი სამწუხარო გამოსხივებაც, რომელიცაც სამწუხაროდ ონკოლოგიამდეც მივყავართ და სწორედაც რომ დღევანდელ თემას დაუთმობთ მზისგან დამცავ საშუალებებს, როგორ უნდა დავიცვათ და ის guideline-ი, ანუ რის საშუალებითაც ვიქნებით ლამაზების და ჯანმრთელებიც. ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ დერმატოვენეროლოგი ვერიკო აბრალავა და ვერიკო, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ ჩვენთან მობრძანდი და მოიცალე. მინდა რომ ჩვენი მაყურებელმა Facebook მაყურებელმა და YouTube მაყურებელმა შეხედოს ექიმს თვითონ როგორ გამოიყურება და აი ასე ლამაზად რომ გამოიყურებოდეთ, რა უნდა გავაკეთოთ, ესეც მაინტერესებს. საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის, ხატია. მივესალმები თქვენს მსმენელს და დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მადლობა იმისთვის, რომ ესეთ დროს მოიცალეთ, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ რაღაცა ბოლო პაციენტი გადაიწერა ხვალინდელისთვის, იმიტომ რომ ვერ ასწრებდა. თქვენთვის ყოველთვის მოვეცი. ვერიკო, რაღაცები მოვიძიე მეც და რაღაცები მეც ხართ და საბედნიეროდ მაინც მივედით იქამდე, რომ სწორად მაინც ვირუჯებით. ეს ახლა გვაინტერესებს თელს კასკადს, ქალების და არა მარტო ქალების. ქალების რადიოს მსმენელების, რას ნიშნავს ზოგადად სწორად გარუჯვა? არსებობს ეგეთი მცნება? სამწუხაროდ ესეთი მცნება არ არსებობს. ხატია. მადლობა ამისთვის. ჩემი იმედების გაცნობისთვის დიდი მადლობა. პირველ რიგში წარმოგიდგენთ სხვადასხვა ტიპის კანის ტიპს. ფერის მიხედვით არსებობს ფიცპატრიკის სკალა, რომლის მიხედვითაც არსებობს 6 ტიპის კანი. ეს არის პირველი, მეორე, მესამე ტიპი, რომელიც არის ღია ფერის, პირველი, მეორე არის კანის ტიპი, რომელიც არასოდეს არ ირუჯება. ანუ ქათქათა კანს რომ ეძახით. ქათქათა, აი მოწითალო თმით, ჟღალი თმით, ღია ფერის თვალებით. აი ნიკოლ კიდმანი, მოდი ავიღოთ ტიპაჟი ვთქვათ. ნიკოლ კიდმანი ნამდვილად არის პირველი ტიპის კანი. ის ვერასოდეს ვერ გაირუჯება. არც გარუჯულა მე მგონი. რომც მოინდომოს, ყოველთვის მისი კანი დაიწვება და მიიღებს მოწითალო შეფერილობას. მეორე ტიპის კანი არის კანი, ღია ფერის თვალები, ღია ფერის კანი, მაგრამ ოდნავ უფრო ხორბლისფერში, რომელიც გადადის, მოდით ვთქვათ, კეით ბლანშეტი. იყოს კეით ბლანშეტი. ეს ტიპი, ამ ტიპის კანიც არ ირუჯება, ხოლო მესამე ტიპის კანი არის ხორბლისფერი კანი, შედარებით მუქი ფერის თმა, მუქი ფერის თვალები. ამ ტიპის კანი შეიძლება გაირუჯოს, წარმოიქმნას პიგმენტი მელანინი, რომელიც დამოკიდებული არის მელანოციტების რაოდენობასთან. ანუ ვერიკო, როცა ამბობენ ადამიანები, მე ეს კითხვა მქონდა და დიდი მადლობა რომ ამით დაიწყეთ. რომ ამბობენ ადამიანები, რომ მე ვერ ვირუჯები, ვწითლდები და მითი, მეგონა რომ არასწორად ირუჯებიან, თქვათ, მეგონა რომ ესეთი ტიპის კანი SPF-ის საშუალებით მაინც იღებს ფერს, ანუ ვერ იღებს, არსებობს ესეთი, ხო? მაინც არის, რა თქმა უნდა, SPF-ი ამ პირველმა სამმა ტიპმა კიდევ უფრო მეტი რაოდენობით უნდა გამოიყენოს და დიდი სიფრთხილით. მაგრამ რუჯს უნდა დავამშვიდობოთ. მათ კანში არ არის იმ რაოდენობის მელანოციტები და არ წარმოიქმნება მელანინი, რომელიც იცავს კანს. სწორედ იმ სხივებისაგან, რომელიც ვახსენეთ UVA, UVB სხივისგან. არსებობს UVC სხივიც, რომელიც ოზონის შროს ამ დედამიწის ზედაპირს ვერ აღწევს, ასე რომ ეს არ არის ჩვენთვის ჯერჯერობით. იმედია, ვერც მოაღწევს. იმედია. მაგრამ არსებობს მეოთხე, მეხუთე, მეექვსე ტიპის კანი, მუქი ფერის, ანუ შავკანიანები, მუქკანიანები, მათ აქვთ საკმაოდ დიდი რაოდენობით მელანინი, თუმცა რეკომენდირებულია, რომ მათაც გამოიყენონ დამცავი საშუალებები. ანუ რაც უფრო მუქი ვარ და მე მუქი ვარ და მაინც არ ვიწვევი, მცნებაც მითია. მითია, არა, ისინი ნამდვილად არ იწვევიან, მაგრამ ზიანს იღებს კანი. ზიანს ღებულობენ, რადგან ეს UVA სხივი მათ დერმაში აღწევს და შესაძლებელია გამოიწვიოს კანის სიმსივნე. აი ისინი ვერ გაირუჯებიან შესაბამისად, იმიტომ რომ აქვთ
ისედაც მუქი კანი აქვთ, მაგრამ მზის სხივებისგან დაცული ისე. ვერიკო, იცი რა მაინტერესებს, მითია თუ რეალობა, რომ რაც უფრო ღია კანი და რაც უფრო ნაზი და თეთრია, მით უფრო მეტი რისკია კანის კიბოსი მზისგან გამოწვეული, ვთქვათ, მელანომა, ვიდრე ვთქვათ უფრო მუქკანიან ადამიანებში. რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ დამცველობით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც აქვს კანს, მელანოგენეზი, მათ შემთხვევაში არის უფრო ნაკლები. არა მხოლოდ მელანომა, არსებობს სხვადასხვა ტიპის კანის სიმსივნეები, ეს არის ბაზალურ უჯრედოვანი სიმსივნე, რომელიც არის ყველაზე ხშირად, ყველაზე მეტად გავრცელებული სიმსივნე ამ ჩამონათვალს შორის. შემდეგ არის მეორე ადგილზე მოდის წყელუჯრედოვანი სიმსივნე და მესამე ადგილზე კანის სიმსივნეები, მესამე ეს არის მელანომა. თუმცა ბაზალურ უჯრედოვანი სიმსივნეც, წყელუჯრედოვანიც არის ავთვისებიანი სიმსივნეები და ჩვენ მხოლოდ მელანომაზე არ უნდა ვიფიქროთ იმ შემთხვევაში, როდესაც ვღებულობთ რუჯს და არ ვიყენებთ ზისგან დამცველ საშუალებებს, ან ვირუჯებით კანის კიბოზე, რომელსაც ახასიათებს სხვადასხვა ტიპის წარმონაქმნები. თუ არსებობს განკურნებული აი სამი ტიპის დაავადებიდან ონკოლოგია, კანის ონკოლოგია, მოდი ასე დავარქვათ, თუ არსებობს განკურნებადი, იმიტომ რომ ხო ამბობენ რომ დროზე აღმოჩენილი დიაგნოზი არ არის განაჩენი და კანის კიბოც იკურნება? კანის კიბო განსაკუთრებით ბაზალურ უჯრედოვანი სიმსივნე ყველაზე მარტივია მათ შორის და მისი მკურნალობა შესაბამისად მარტივია და მას არ ახასიათებს ლეტალობა. ბრწყელუჯრედოვანიც თუ დადგინდება ადრეულ ეტაპზე, ესეც განკურნებადია, ხოლო მელანომა არის ყველაზე ვერაგი ავთვისებიანი სიმსივნე, თუმცა პირველ სტადიაზე მისი მკურნალობა შესაძლებელია და შემდეგ სტადიებზეც, მაგრამ რა თქმა უნდა უფრო გრძელი და რთული პროცესია. აი ხალებსაც შეეხება, ხო? ძირითადად რაღაცა ქართველებს გვაქვს ხალებისკენ მიდრეკილება და ხალიც ხომ სხვადასხვანაირია, ზოგი არის ვთქვათ დიდი, რომელიცაც ცოტა ბუსუსები აქვს და რაღაცა ველური ვით მარხატივ და ზოგი პატარა ხალები. აი ამ შემთხვევაში რა ხდება ხალები? ყველა ხალი არის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი. მაგრამ რუჯის მიღების დროს ფერის და მიუხედავად ყველა არის სიმსივნე. ანუ ეს ხალი არის სიმსივნე, მაგრამ გარკვეული ზემოქმედის კი შესაძლებელია ხალი იყოს თანდაყოლილი ბრტყელი ხალი, შეიძლება იყოს ზედაპირზე ამოწეული თმიანი ხალი, რომელიც თმიანობა სხვათა შორის კარგი ნიშანია და ნაკლებად ახასიათებს გადაგვარება. არსებობს სხვადასხვა ლურჯი ხალი, არსებობს წითელი ფერის ხალი. წითელი ფერის ხალები ცოტა საშიშია? არ არის საშიში, ეს უფრო ჰემანგიომის ტიპის ხალებია და მას არ ახასიათებს, ნაკლებად ახასიათებს. მაგრამ მზისგან უნდა დავიცვათ? უნდა დავიცვათ მზისგან, უნდა დავიცვათ ტრამვისგან და მუდმივად უნდა მოხდეს მისი შეფასება. ანუ თუ აქვს ადამიანს 50-ზე მეტი ხალი, ის არის რისკ ჯგუფში, რომ უკვე განუვითარდეს სხვადასხვა ტიპის კანის სიმსივნე და უნდა მოხდეს პერიოდულად ხალების დათვალიერება. არსებობს ხალების დათვალიერების სხვადასხვა მეთოდები. დერმატოსკოპი, და ერთ-ერთი ყველაზე gold ოქროს სტანდარტად წოდებული დერმატოსკოპი, არაინვაზიური მეთოდი, როდესაც ჩვენ აპარატით ვათვალიერებთ ხალებს, ვაფასებთ კრიტერიუმებს, არსებობს ABCDE კრიტერიუმი, არის A ნიშნავს ასიმეტრიას, B ნიშნავს საზღვრებს, C ან ფერი, რა ფერია, არის ერთგვაროვანი თუ არაერთგვაროვანი, არაერთგვაროვნება არის ცუდი ნიშანი, თუ ხალმა შეიცვალა მისი ფერი, ფორმა, დიამეტრი, თუ ხალი არის 6 მმ-ზე დიდი, ეს უკვე ერთ-ერთი კრიტერიუმი არის, რაც ცუდია და მისი ევოლუცია, ანუ განვითარების ცვლილება, აი მაგალითად თუ ხალი იყო ბრტყელი და შემდეგ გახდა ამობერილი, ან პირიქით თუ ხალი იყო მუქი ფერის და ნელ-ნელა ხალი დაპატარავდა და ფერი იცვალა, გაღიავდა, ესაც რეგრესიას ნიშნავს, რაც ანუ ესეც ნიშანია, პირიქით რომ ხალი ვთქვათ, რომ ხალი ქრება, ესაც შესაძლებელია იყოს კანის სიმსივნის ნიშანი. მსმენელებს რომ მივანიშნოთ, პაპილომა პატარა წანაზარდები, ესეც ხალია, აი ბევრი და პატარა იგივე აკროკორდონები, ეს არის პაპილომატოზური ფიბროზული წარმონაქმნები, რომლებსაც ხალს ეძახიან, მაგრამ რეალურად ეს არ არის ხალი, ეს არის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, რომლის მოცილებაც შესაძლებელია.
და მაგრამ მზეზე თუ გვაქვს მაინც უნდა მოვერიდოთ. მოვერიდოთ, რადგანაც მზის ზემოქმედებით შესაძლებელია მათი ზომაში ზრდა და რაოდენობრივად მომატება. აი ზოგადად თქვათ ხალი არ არის პაპილომავირუსი კარგად იყოს და შორს იყოს არ იყოს ჩვენთან, მაგრამ პაპილომა არ არის წანაზარდით არის ხალი. რომელიც არის არც იზრდება ზომაში, მაგრამ რაღაცა ისეთი დისკომფორტული ადგილია, რომელიც გეშინია რომ შეიძლება ტრამვისგან გადაგვარდეს. შეიძლება მისი მოცილება ჩვენების გარეშე? ჩვენების გარეშე თუ არის ისეთ უბანზე რომ ტრამვი არის ერთ-ერთი ჩვენება. აჰა, გასაგებია. თუ ხალი არის ტრამვირებადი, თუ ხალს დაეწყო ცვლილებები, თუ გაჩნდა ტკივილის, ქავილის და პრევენციისთვის თუ ჯერ არაფერი არ არის, უბრალოდ მეშინია, იმიტომ რომ არ მინდა რომ ჩემი ყელსაბამი ვთქვათ მოედოს ოდეს. თუ ედება ყელსაბამი, ამ შემთხვევაში საჭიროა დიაგნოსტიკა და შემდეგ უკვე გადაწყდება რა მეთოდი. ისე უბრალოდ ვიზუალურად არ მომწონს და მინდა რომ აღარ ეს უკვე მქონდეს. თქვენინება, მოცილება შესაძლებელია, შეიძლება. მეთოდი უნდა გადაწყვიტოს ექიმმა, რა მეთოდით, ქირურგიული, ექსციზიური მეთოდით მოცილდეს ხალი, ლაზერული მეთოდით მოშორდეს თუ ელექტროკოაგულაციური მეთოდით. ამას უკვე კლინიკაში თვითონ სპეციალისტი გადაწყვეტს. აი ასევე არსებობს და ესეთი გამონათქვამი და მაინტერესებს მითია თუ რეალობა. ხალს არ უყვარს ზედმეტი შეწუხება და თუ ვთქვათ რაღაცა საჭირო არ გახდა, მოდი ნუ მოკიდებ ხელს. ეს არის მითი. შეწუხებაში იგულისხმება მზის სხივები და ტრამვა, ხოლო დანარჩენი ხალის მოცილება არ ნიშნავს, რომ იმ უბანზე რამე გამithარდება. პირიქით, თუ არის თუ რა თქმა უნდა, სწორად უნდა ჩატარდეს პროცედურა, თუ არის მელანოციტური ხალი, იქ უნდა განისაზღვროს საზღვრები, რა დონეზე უნდა ამოიკვეთოს ის, მაგრამ თუ არის პაპილომატოზური ინტრადერმული ნევუსი, მისი ლაზერული ან ელექტროკოაგულაციური მეთოდებით არ განაპირობებს. ანუ მელანოციტურთან მიმართებაში ელექტროკოაგულაცია არ შეიძლება. უნდა ამოიჭრას ბოლომდე, როგორც უნდა იყოს ჩარება, ხო, ძალიან საინტერესოა. და რაც შეეხება სანამ გადავალთ მზის დაცვაზე, კიდევ მინდა რამოდენიმე კითხვა დავსვა, რაც შეეხება ლაქებს, რომელიც მზისგან ჩდება, ნუ ლაქას ხომ ბევრი მიზეზი აქვს, მაგრამ პირდაპირ ვისაუბრებთ, ეხლა უკვე დერმატოლოგიური ჩვენება, როდესაც მზისგან ჩნდება ლაქები. არის თუ არა ესეც ნიშანი იმისა, რომ ეს უნდა დაემშვიდობოს ადამიანი. ქალბატონების რადიო და განსაკუთრებით ეს პრობლემა აწუხებს ქალბატონების დაახლოებით 30%, ხოლო 40 წლის შემდეგ 40%, ხოლო ორსულობის დროს თითქმის 50%. ორსულობას გადაურჩი და პიგმენტური ლაქები, რომელიც ძირითადად მელაზმა პიგმენტური ლაქაა? პიგმენტაციები, პიგმენტური ლაქები, რომელიც ძირითადად სამწუხაროდ ჩნდება სახეზე, რაც დაკავშირებულია ჰორმონ ესტროგენთან, რაც ძალიან სასიამოვნო და საჭირო ჰორმონია ქალბატონებისთვის, მაგრამ მზესთან კონტაქტი და ესტროგენი სამწუხაროდ იწვევს რა თქმა უნდა და ან მე ან შენო და წარმოიქმნება სამწუხაროდ სახეზე ძირითადად ნაკლებად აქვთ ეს პრობლემა, უფრო ქალბატონების პრობლემა. კაცები სად არიან ისე მზეზე, სად წვალობენ, როგორც ჩვენ წვალობთ მზეზე, გასარუჭად და ალბათ იმიტომაც. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ რუჯთან არის დაკავშირებული, შეიძლება რამოდენიმე წუთიანი კონტაქტიც იყოს საკმარისი იმისათვის, რომ ეს ლაქები განვითარდეს. თუმცა, რაც უფრო დიდი არის კონტაქტი მზესთან, უფრო დიდი შანსია, რომ ეს პრობლემები წარმოიქმნას და ასაკთან ერთად კიდევ უფრო მეტი ლაქები ჩნდება სხეულის იმ უბნებზე, რომელიც არის მზესთან ხილული. სწორედ ამიტომ უნდა მოხდეს განსაკუთრებით სიფრთხილით კანის დაცვა ორსულობის საწინააღმდეგო აბების მიღების დროს, რადგანაც ძირითადად ესტროგენ შეიცავს ეს აბები, კომბინირებული კოკები და განსაკუთრებით 30 წლის ზემოთ. ანუ ვისაც ლაქები აქვს სახეზე, უნდა იცოდეს, რომ ესტროგენების ჭარბი ვერ ვიტყვი, რომ ჭარბი რაოდენობა აქვს, საკმარისი რაოდენობა აქვს, მაგრამ ნაკლებობას არ განიცდის. ესტროგენი არის ფოტომგრძნობიარე ჰორმონი, რომელსაც ახასიათებს ლაქების და მითია თუ რეალობა, რომ ლაქები ძირითადად ჩნდება ნაწიბურზე, ანუ პოსტაკნე პერიოდში, ვისაც ეს აკნე აწუხებდა, ან ცხიმიანი კანის შემთხვევაში და ნაკლებად უჩნდება მშრალ კანს. ეს არის მითი, შეიძლება გაუჩნდეს როგორც მშრალ კანს, ასე პოსტაკნე ნაწიბურები, ეს უკვე სულ სხვა მექანიზმი არის, რაც დაკავშირებული პოსტანთებით
აკნეს მკურნალობის შემდეგ თანდათან ფერმკრთალდება, მელაზმა სხვა ტიპის ლაქებია, რაც არ გადადის. რთულია მისი მკურნალობა ძალიან, რადგანაც ახასიათებს რეციდივი. შეიძლება ვუმკურნალოთ, მაგრამ გარკვეული პერიოდის მერე ისევ გაჩნდეს. სწორედ ამიტომ მუდმივად რეკომენდაციას გავცემთ, რომ ან თავი შეიკავონ მზესთან კონტაქტისგან, რაც ძალიან რთულია, ან მუდმივად უნდა გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალებები. წელიწადის ნებისმიერ დროს, ხო? წელიწადის ნებისმიერ დროს. აი, მაშინ ვისაუბროთ ასევე ელექტროკოაგულაციაზე ვისაუბროთ და გამახსენდა ლაზერი, რომელიც არა მარტო ვთქვათ თმის მოსაცილებელი ლაზერი, უბრალოდ ლაზერული პროცედურები, რომელიც ზოგიერთი ვთქვათ პირიქით ამ ლაქების საწინააღმდეგო IPL-ი და ასე შემდეგ. ეხლა აღარ გავავრცობ ამ თემას. აი, ლაზერული მკურნალობა. მოდი დავიწყოთ თმის მოცილებით, სხვადასხვა. მიცია თუ რეალობა, რომ ვისაც ვთქვათ უკანის პრობლემები არ უნდა ქონდეს, ლაზერს უნდა მოერიდოს. ის ლაზერი, რომელიც არის სხვადასხვა სხივიანი ლაზერები, დიოდური ლაზერი, ძირითადად რომელიც უფრო აქტუალური და მოდური არის ახლა, არ იწვევს კანის სიმსივნეს. ეს არ არის იმ ტიპის ლაზერი, რომელიც რუჯს არ იწვევს, ანუ ის არ არის UVA და UVB სხივები. UVA, UVB დამწრობას რო იწვევს? დამწრობას შესაძლებელია გამოიწვიოს, რაც უკვე დაკავშირებულია არასწორ გამოყენებასთან. დიახ. მაგრამ ლაზერი, რომელიც გამოიყენება IPL-ი ახსენეთ, ეს არის ძირითადად კაპილარების მოსაცილებლად, რა თქმა უნდა, ესეც არ არის დაკავშირებული. კი, პირიქით, სამკურნალოც არის. რაც შეეხება ალექსანდრიტს. სწორი გამოყენება, არც ალექსანდრიტი არ იწვევს და კვლევებიც არის, რომ არ არის ეს კანის სიმსივნესთან დაკავშირებული, თუმცა ალექსანდრიტის გამოყენების შემდეგ რეკომენდირებული არ არის რუჯი, დაახლოებით 1 თვე მაინც და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ მზისგან დამცავი, რომ იმ უბნებზე არ გაჩნდეს ლაქები, აი პიგმენტური ლაქები. თვითონ პიგმენტური ლაქები და სხვათა შორის მე მინდა ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, იმიტომ რომ ჩვენი მსმენელი არის ყველაზე გაცნობიერებული, ყველაზე მიმზიდველი და ყველაზე ლამაზი, მაგრამ მაინც მინდა რომ შეგახსენოთ, მაშინ ვხვდებით, ჯერთი კლინიკას ისედაც ხვდებით, როცა მიბრძანდებით როგორი დონის კლინიკაში ხართ, მაგრამ როგორც კი სპეციალისტი პატარა ხალი იქნება თუ პატარა წანაზადი თეთრი ფანქრით ან ფანქრით შეგიფერადებთ და მერე დაიწყებს ლაზერულ პროცედურას ეპილაციაზე ამბობა, ის ნიშნავს, რომ სწორად აკეთებს სპეციალისტი, იმიტომ რომ იმ პატარა წანაზადებს აუცილებლად ჭირდება დაფარვა, ხო, როგორც ვიცი. ან დააკრავს სპეციალურ სტიკერს, რომელიც იცავს ხალებისგან, ეს აუცილებელი. სტიკერი ხო ცოტა დიდი არის და მე იმ ადგილას შეიძლება პატარა ბუსუსი გაიპაროს. უნდა მოხდეს ნაწიბურების დაცვაც ეპილაციის დროს, რომ არ მოხდეს ნაწიბურის, ანუ კელოიდების წარმოქმნა, ეს არის. რომ შეიძლება დაიწვას ის კანი, ხო? რა თქმა უნდა, თუ არის პოსტოპერაციული პერიოდი, ამ შემთხვევაში საჭიროა დააკროს სტიკერი ან შეაფერადოს ის უბანი, რომ არ მოხდეს. თუ არ დარჩეს მერე ნაიარებად. ნაიარები და არ წარმოქმნას კელოიდი. რაც შეეხება ასევე ძალიან გავრცელებულ და ძალიან აქტუალურ თემას სოლარიუმს. სოლარიუმი, რომელსაც ნამდვილად ექიმი უნიშნავს პაციენტს და პაციენტი დანიშნულებით მიდის სოლარიუმს. და არა ვთქვა 15-ზე, მაგრამ ხანდახან მას სამკურნალო ფოტოთერაპია არის ესეთი სამკურნალო მეთოდი, თუმცა ფოტოთერაპიის სპეციალური კაბინეტები არსებობს დერმატოლოგიურ კლინიკებში, სადაც ექიმი განსაზღვრავს UVB სხივების რა რაოდენობა და რა დოზა უნდა მიიღოს პაციენტმა. ეს ძირითადად ეხება ფსორიაზით დაავადებულ ადამიანებს, სოლარიუმი, არამედ ის დაწესებულება, რომელსაც ექიმი მართავს სწორედ ამ პროცედურას, რადგანაც მისი დიდი რაოდენობით UV სხივებიც დაკავშირებული არის სიმსივნესთან, სოლარიუმი აღიარებულია, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კარცეროგენი, რაც 5-ჯერ უფრო ზრდის რისკს კანის და არა მხოლოდ კანის კიბოს განვითარების, ფარისებრი ჯირკვლის, მკერდის სიმსივნის განვითარების რისკს. თუ არსებობს ესეთი რამე, იმიტომ რომ მითია თუ რეალობა, აქ უკვე ვიკითხავ მითია თუ რეალობა, როდესაც ამბობენ რომ თუ ნატურები სწორად გამოცვლილია, თუ მაღალი ხარისხის სოლარიუმია, თუ იქ სოლარიუმს ხო აქ კანის ტიპის დადგენა და თვითონ გიდგენს წუთებს ამ ტიპის მიხედვით, ჩვენთვის რამდენი წუთი შეიძლება და თუ არის დოზირება დაცული, მაშინაც აკრძალული და საშიშია. მე როგორც დერმატოლოგი, რა თქმა უნდა, ვიტყვი რომ ეს მაინც არასწორია და სოლარიუმი არ არის
ჯანსაღი არის ერთადერთი ის რუჯი, რომელიც შეიძლება მივიღოთ მზეზე ისიც დილის 8 დილიდან, საათიდან 11 საათამდე და გამარჯვებათ. საღამოს 5 საათის შემდეგ მზისგან დამცავის საშუალებებით. აი, ზუსტად მზისგან დამცავ საშუალებებზე გადავედით, უბრალოდ მაინტერესებს ერთი ადამიანი მაინც ჩემი ამდენი წლის განმავლობაში შემხვდეს და მითხრას, რომ 5 საათის მერე რო გადის სანაპიროზე ის ირუჯება. მე ესეთ ადამიანს არ ვიცნობ. გვანცა მე მგონი მარტყუებს დარასელია და აგერ მარიამი, იმიტომ რომ 5 საათის მერე როგორ შეიძლება იმზემ რამე ფერი მოგწეს. ანუ თქვენ გაძლევთ გოგოებო ფერს, ყოფილან, ჩამოსაყვარელებო არსებობენ თურმე ადამიანები, მე ნამდვილად ვერ ვირუჯები 5 საათის შემდეგ, მაგრამ რა თქმა უნდა 12-ის მერეც არასოდეს არ გავდივარ. 11-ისაც თუ ამინდი გვაძლევს ამის საშუალებას, რა თქმა უნდა. თუ გარანტირებული გაქვს რომ მთელი დღე მზე იქნება, რა თქმა უნდა 11-ზე შევდივართ და მე 4-ზე გამოვდივართ, მაგრამ აი 5-ის მერე კანის ტიპსაც ალბათ გააჩნია. აი მაშინ რაზეა დამოკიდებული, როდესაც არ ხარ თეთრი, სულ ირუჯები, ანუ ფერი გვიანთქება და ძალიან მალე გადაგდის სხვებისგან განსხვავებით. მელანოციტების აქტივობაზე განსაკუთრებით იმ ადამიანებთან აქვს ეს პრობლემა, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ღებულობენ რუჯს, უკვე დამცველობითი ფუნქცია თანდათან უფრო მცირდება. დაიღალათ მელანოციტებიც აღარ შეუძლია. შესაბამისად რუჯის წარმოქმნაც, ანუ პიგმენტის წარმოქმნაც არის შენელებული. ამიტომ უფრო სწრაფად გავირუჯებით, თუ ეს იქნება მხოლოდ წელიწადში ერთხელ. დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში. მაგრამ არსებობს საშუალებები, რომლებიც უსაფრთხოდ გაგრუჯავს და თან რუჯიც გვექნება. საუბარია ნორევაზე, თან განახლებული ნორევას ბერგასოლის ხაზი, ანუ მზის ხაზი, ფრანგული არაჩვეულებრივი ბრენდი, რაზეც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, მე როგორც ვთქვით 15 წლიანი გამოცდილებით არის, ხო და მსოფლიოს 65 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ნუ ისეთ ქვეყნებზეა საუბარი, რომლებიც თუ ბრენდი არ არის უმაღლესი ხარისხის და უმაღლესი სტანდარტის, ის ქვეყნები ასეთ ბრენდებს არ იკარებენ. ეფექტიანობა ხარისხი და რა თქმა უნდა მრავალფეროვანი ასორტიმენტი და ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანი მზის ხაზი, იმიტომ რომ მე მინდა ჩვენმა მსმენელმაც და ჩვენმა მაყურებელმაც YouTube მაყურებელმა და Facebook მაყურებელმა ამ ფერის შეფუთვით შეიძლება უცებ ვერ წარმოიდგინოთ რომ ნორევა არის. არ არის მარტო მზის ხაზი, აქვს უამრავი სპექტრი სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ეხლა და საინტერესო მზის ხაზია, ხო? ჩვენთვის დღევანდელ რეალობაში ეს არის, იმიტომ რომ აქტუალური არის ამ პერიოდში განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილოთ დაცვას შესახებ და განახლებულ პროდუქციას აქვს ან საინტერესო ნორევას საინტერესო პროდუქტები, ეს არის როგორც სპრეი, ასევე კრემი, რომელსაც აქვს დამატენიანებელი ეფექტი და რაც მნიშვნელოვანია, ნორევა აწარმოებს ყოველთვის ისეთ კრემს, რომელიც არის ეკომეგობრული. თვითონ შეკუთვაზეც. არა კომედოგენური. ანუ ის არ იწვევს კანის ფორების დახშობას, რაც ცხიმიანი კანისთვის არის ძალიან კომფორტული. არ იწვევს აკნეს განვითარებას, აქვს როგორც სხეულის, ასევე სახის საშუალებები და ბავშვის დამაცავის საშუალება, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ 3 თვის ასაკიდან. აი ეხლა მე რომელი პროდუქტიც მიჭირავს 50+ და ბავშვი ახატია. ხომ იცი მომხმარებელი როგორია ადამიანები გვერიდება ხოლმე შეწუხება, თუმცა კონსულტანტები განსაკუთრებით ავერში ყოველთვის ყურადღებიანები არიან, მაგრამ რაღაცა გინდა თუ რაღაც და ვიზუალურად უყურებ. აი, როდესაც ბავშვი ახატია, ანუ ეს მხოლოდ საბავშვოა თუ ბავშვისთვისაც შესაძლებელია გამოიყენოს ბავშვმაც და დიდმაც, ხო? 50+. აი, 50+, როდესაც ვიძახით, თუ ადამიანებს ეშინიათ რომ გონიათ რომ საერთოდ ვერ გაირუჯებიან. აი, ამაზეც მინდა რომ კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი. გაირუჯებიან, რადგანაც SPF-ი არ ნიშნავს რუჯის შეფერხებას. ეს არის დამწვრობისგან დაცვა, რაც უფრო მაღალია SPF-ი, უფრო დიდი, ანუ უფრო ახანგრძლივებს იმ პერიოდს, რაც შეიძლება იყოს დამწვრობასთან დაკავშირებული. აი, მაგალითად 50 ნიშნავს იმას, რომ თუ ადამიანი 5 წუთში იწვება მისი კანი, 50 SPF-ი ის 5 ჯერ უფრო ავადებს და დაახლოებით 250 წუთია საჭირო იმისათვის, რომ კანი დაიწვას. მაგრამ რუჯი ნატურალური, ნეიტრალური ჯანსაღი ფერის შეფერილობას კანს მაშინ ახლა მე როგორც მომხმარებელი და როგორც ჯიუტი მომხმარებელი თქვათ ესე ვიკითხავ. აი ახლა თქვენი საუბრიდან გამომდინარე, მე ვთქვათ თუ ვირუჯები 10 წუთში სიტყვაზე და ვიცი ჩემი გამოცდილებიდან რომ
წუთი მჭირდება 50 ეხება ფერს. დამწვრობას. და ფერს ხო დამწვრობა გაძლევს? არა, ფერს გვაძლევს მელანოციტების ანუ არ არის ნებისმიერ შემთხვევაში რუჯი დამწვრობა არ არის, ხო? ეს მაინც აქვს რაღაც ხიბლი ამას. რუჯი დამწვრობა. გადასაკარგი ამბავი გავიგე. აი 30-ის შემთხვევაში, იმიტომ რომ 30-ით უფრო 30 ჯერ უფრო მეტად ავადებს. ანუ თუ ვთქვათ 5 ჯერ 30 ესე უნდა გამოვიანგარიშოთ, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ 2 საათში ერთხელ ჩვენ მაინც უნდა გავიახლოთ ბზის განმტკიცების საშუალებებით, თუ ვიმყოფებით აუზის ან სანაპიროს ტერიტორიაზე. იქ კიდევ უფრო დიდი რაოდენობით არის ბზის ინსოლაცია და მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ეს საშუალებები არის რეზისტენტური წყალგამძლე, მაგრამ ჩვენი რეკომენდაციით სასურველია, რომ ბანაობის შემდეგ ისევ განახდეს. აი ეს უნდა მეკითხა ზუსტად, იმიტომ რომ მე ყოველთვის წყლიდან რომ ამოვდივარ ზღვიდან ვიახლებ, იმიტომ რომ არის წყალი, ქლორიანი წყალი, ასე თუ ისე მის მოქმედებას ამცირებს. აი, ეხლა მინდა რომ ეს არის სპრეი. ჩვენს მაყურებელს თან זה არაჩვეულებრივი ტექსტურაა. სწრაფად შეიწოვება, შეიცავს E ვიტამინს, რაც ატენიანებს კანს და მნიშვნელოვანია ის, რომ E ვიტამინი არის ანტიოქსიდანტი. ანუ ის თავისუფალი რადიკალების არომატი აქვს, თავისუფალი რადიკალებისგანაც, ანუ დაბერებისგანაც და რადიკალებისგანაც იცავს. არსებობს ორი ტიპის დამცავი საშუალებები, ეს არის ქიმიური და ფიზიკური. აი ეს ქიმიური არის დამცავი საშუალებები, ესენი არის ქიმიური ფილტრები. რაც კანში შეიწოვება, ჩვენს კანზე მოხვედრილ სხივებს გარდა ქმნის, მოთქლება, ანუ მისი გარდასახვა ხდება ამ სხივების, ისე რომ არ წარმოიქმნას თავისუფალი რადიკალები. ენახე ხა მე 50 არის მისვია ვერიკო. და 50+ ხო რაღაც გარკვეულ ბრენდებთან თეთრადედება და ძირითადი დისკომფორტი არის ხოლმე ეს, რომ თეთრადედება და აი ამ შემთხვევაში ხა რაც წავის ვინაურებას ბერგასოლი 50+ იმისვია მეგობრებო, ეგერ ვაჩვენებ ჩვენს YouTube და Facebook მაყურებლებს და აბსოლუტურად შეწოვილია და საერთოდ თეთრად არედება, პირიქით კანი პრიალებს და არის ძალიან დატენიანებული და არაჩვეულებრივი, ზუსტად იგივე არომატით. სპრეი ყოველთვის მოსახერხებულია განსაკუთრებით სხეულზე, რადგანაც მისი ერთი სპრეის მისხურება საკმაოდ დიდ ფართობს ფარავს და უფრო კომფორტული არის იმ პერიოდში, როდესაც ვიმყოფებით ზღვაზე ან აუზზე. ხოლო კრემი უფრო მოსახერხებულია სახისთვის, სახის როგორც ატენიანებს, კრემს უფრო მსუყე ტექსტურა აქვს და გამოიყენება ასევე როგორც დამატენიანებელი. აი ეთანხმებით თუ არა იმ მოსაზრებას, რომ ხომ არსებობს პროდუქტი სახე და ტანი ერთად, მაგრამ უფრო ლამაზი ნამზევრის მისაღებად სახეზე ცალკე უნდა გქონდეს პროდუქტი სახისთვის და სხეულისთვის კრემოვანი, ხოლო სხეულისთვის სპრეი. მაშინ თუ შეიძლება ესეთი რაღაცაც გავაკეთოთ, რომ თქვათ სახეზე ადამიანმა დაიტანოს 50+ და სხეულზე 30. შესაძლებელია. სახეს განსაკუთრებით მეტი დაცვა სჭირდება, რადგანაც ჩვენ განსაკუთრებით ქალბატონები ნაოჭების პრევენციისთვისაც უფრო მეტად ვამახვილებთ ყურადღებას, რადგანაც UVA, UVB სხივი იწვევს ნაოჭების წარმოქმნას, მზის ელასტოზი ქვია ესეთ დაავადებას, რაც უფრო მეტია მზესთან კონტაქტი, უფრო დიდი რისკია იმის, რომ გამითარდეს ნაოჭები. აი სამხრეთის ქვეყნები განსაკუთრებით ეკვადორთან არსებული ქვეყნები უფრო მეტად მიდრეკილი არიან ადამიანები, მეტი ნაოჭი გაუჩნდათ და ბევრი ჭორფლი. და ბევრი ჭორფლი. ეს არის ორფაზიანი. აი ეს მაინტერესებდა ორფაზიანი მომწონს ხოლმე მეიქაპის მოსაცილებელი თვალიდან, ძალიან კომფორტულია და ორფაზიანი მზისგან დამცავი, ანუ მშრალზეც რომ ეძახიან, ხო, ძალიან ზეთოვანი არ არის? არ არის ძალიან ზეთოვანი, უნდა შევანჭრიოთ გამოყენებამდე და ასევე კარგია იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვართ რუჯი. აქვს ზეთოვანი ტექსტურა. როგორი გადასარევი ტექსტურა აქვს. მაგრამ არა წეპოვანი, ძალიან ისეთი ბუნებრივი და მშრალი, რაც ძალიან კომფორტულია. და მე როგორც მგონია, იმდენად მშრალია, რომ ეს საცურაო კოსტიუმსაც არავითარ შემთხვევაში არ დააზიანებს და უფრო კომფორტული არის გამოსაყრელი. ხედავ როგორი გამოცდილება მაქვს ზესთან მიმართებაში. ყველა ნიუანსი ვიცი, იქ საცურაო კოსტიუმთან მიმართებები.
იმიტომ რომ ამაზე ვფიქრობთ ხოლმე მე. და ეს არის ზუსტად იმისთვის, რომ ნებისმიერი ფერის კოსტიუმი საცურაო შეგიძლია შეო. Invisible ქვია ასეთ საშუალებას, როდესაც უხილავია და ისე იცავს ჩვენს კანს. ეს არის dry touch ქვია 50+, მე მგონი სახის საცხია, ხო? ეს არის სახის დამატენიანებელი. მეც რა ვიცი, ჩემი რჩევაც იქნება თუ ოდნავ მაინც გეკომპეტენტურებით, რომ სახეს აუცილებლად ცალკე უნდა კონდეს და სხეულს მაინც ცალკე უნდა კონდეს და მეც მგონია რომ 50-ზე ნაკლები მიუხედავად იმისა, რომ დიდი მოყვარული ვარ რუჯის, აღარ გვეკადრება უკვე სახეზე ქალბატონებს. რაც შეეხება კიდევ უფრო სხვანაირ შეფუთვას, ანუ ეხლა მე ვარ მომხმარებელი და თქო მინდა რომ ავარჩიო ისე რომ ჩემი ის როგორი პატარა და ეს არის ფლუიდი, რომელიც არის ცხიმიანი კანისთვის, უფრო ცხიმიანი კანისთვის. აი შეფუთვასაც თუ დავაკვირდებით, სახის საშუალებები ყოველთვის არის მცირე და პატარა რაოდენობით, ხოლო სხეულის უფრო დიდი რაოდენობით, ეს არის 200 მლ-იანი. ფლუიდი არის არაჩვეულებრივი. იმიტომ რომ ვისაც ცხიმიანი კანი აქვს, მე მაქვს ცხიმიანი კანი, დიდი დისკომფორტს მექმნის, როდესაც სუხე ტექსტურა არის სამსუბუქია. მაკიაჟის ბაზად თუ გამოვიყენებთ. იმიტომ რომ მატის ეფექტი აქვს. მატირების ეფექტი. და რაც შეეხება ბერგასოლის light invisible, ეს არის რძე, სხეულის რძე, ხო? სუბუქად უხილავი, სხეულის რძე, ესეც. თუმცა ეს ყველა პროდუქტი შეიცავს განახლებულ კომპლექტს, ეს არის არც სულფატებს არ შეიცავს, ხო, როგორც ვიცი? არ შეიცავს სულფატებს, ნამდვილად. ჰიპოალერგიულიც არის. ჰიპოალერგიულია, თვალთან კონტაქტის შემდეგ არ იწვევს თვალის გაღიზიანებას და ცრემლდენას. მივიდო თვალებთან მეგობრებო. დაგე ეთერში ვარ და ვერაფერს ვერ მოვიტყუები რეკლამის გამო, ხო? პირდაპირ ხედავთ, რომ ჩვეულებრივად გადასარევად გამოიყურება ჩემი საოცარი არომატი აქვს. აი ზუსტად ესეთი ციტრუსოვანი, იმიტომ რომ ზაფხულს ყველაზე მეტად სოლადერმის კომპლექსი ესე ქვია ამ კომპლექტს, რომელიც არის დაპატენტებული ფორმულა, ძირითადად სხვადასხვა ტიპის ზეთებს შეიცავს, რაც არის სასარგებლო კანისთვის და თან გვიცავს მზის ღილაკს. მე მგონი ცოტა დამამშვიდებელიც რაღაცნაირი ესეთი დამამშვიდებელ სამასაჟებს, სპა ოთახში რომ სანთლებს ანთებენ ხოლმე ესეთი სუნი არომატი მცემს და მაღალი ხარისხი ეფექტიანობა და უსაფრთხოება ეს არის ბრენდის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათიო. აი უსაფრთხოებაში რა იგულისხმება? იგულისხმება ის რომ არ შეიცავს სულფატებს, არ შეიცავს ანუ თუ შეიცავს სულფატს პროდუქტი, რა საფრთხეს უქმნის? ნუ რა თქმა უნდა არ არის სასურველი სულფატის შემცველობა. უსაფრთხო არის იმიდან გამომდინარე რომ შეიძლება ქიმიური ფილტრი არ იყოს უსაფრთხო, მაგრამ ამ ბრენდის ფილტრი არის უსაფრთხო ნამდვილად, ასევე D ვიტამინთან დაკავშირებით შეიძლება იყოს დამცავი საშუალება, რომელიც აფერხებს D ვიტამინის გამომუშავებას კანში. ეს შეიცავს D ვიტამინის პრეკურსორს, რაც მნიშვნელოვანია ის, რომ მისი დატანება არ აფერხებს D ვიტამინის გამომუშავებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. და აი, როდესაც ადამიანები არიან, უმეტესად საქართველოში განსაკუთრებით, რომლებიც პრევენციის ნიშნადაც D ვიტამინს იღებენ ორალურად, იმიტომ რომ ну ადამიანებს უმეტესად გვაქვს D ვიტამინის პრობლემა. ხანდახან არის საუბარი რომ ამ დროს უნდა თავი შევიკავოთ გარუჯვისგან თუ ვიღებთ D ვიტამინს. ნორევას შემთხვევაში როგორ არის? შესაძლებელია მივიღოთ D ვიტამინი და თან გავირუჯოთ თუ გამოვიყენებთ ნორევას ბერგასოლის დამცავ საშუალებებს. ეს არის ძალიან კომფორტული საინტერესო მიგნება და მე ძალიან მომწონს რომ ეს დერმატოკოსმეტიკა იმდენად ვითარდება მსოფლიოში რომ თვითონ მომხმარებლისთვისაც ყველაფერს ამარტივებენ, ხო? მე მახსოვს პირველადი გამოცემული მზის დამცავები როგორი ცოტა მძიმე იყო კანისთვის, რაც ვისაუბრე ზოგიერთი ბრენდის, თქვათ 50-იანი, რომელიც თეთრად ედება და ფიზიკურად დისკომფორტს ისეც გიქმნის, რომ წარმოუდგენელია და აი waterproof-ზე რომ ვისაუბროთ, ანუ წყალგამძლეზე, მითია თუ რეალობა, რომ წყალი ქიმიური ნაერთებია და ანუ წყალგამძლე რატოა, როგორც კითხულობ. ქიმიური ნაერთები არის ყველა დამცავ საშუალებაში. ეს არის, მაგრამ ის რომ წყალგამძლე პროდუქტი არის საშიში, ეს არის აი ეს მინდა რომ ადამიანებმა იცოდნენ. ანუ ყველანაირად უსაფრთხოა, მაგრამ ჩვენი რჩევა მაინც იქნება რომ წყლიდან ამოსვლის შემთხვევაში მაინც განვიახლოთ, რადგანაც წყალი შეიცავს მარილს, თუ ზღვის წყალია შეიცავს ქლორს, თუ აუზის წყალია, სასურველია რომ მოხდეს განახლება.
რეკლამაზე გავდივართ. მე მაშინ აქვე ვისარგებლებ შემთხვევით. ძალიან დიდ მადლობას ვეთყვი ვერიკოსამ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე საუბრისთვის. კიდევ ერთხელ მცირე ექსკურსი რომ გავაკეთოთ ჩემო ძვირფასებო, აკრძალული არაფერია, გარდა იმისა, რომ 12-დან 5 საათამდე მზეზე არ გავდივართ აქტიურ პერიოდში. აკრძალულია მზისგან დამცავი პროდუქტების გარეშე გასვლა, განსაკუთრებით გაროჯვისთვის და მთელი წლის განმავლობაში, მაშინ, როდესაც ზე აქტიურია ზამთარში, აი თოვს. ზამთარში სასურველია სახეზე გამოვიყენოთ მზისგან თოვს, დამცავი საშუალება. მაინც თუ უნდა ვართ გამოვიყენო. ბაკურიანში თოვს, მთის პერიოდში მთაზე განსაკუთრებით აქტიურია მზის ხილები. ასე რომ გისურვებთ ჯანმრთელობას, გისურვებთ სილამაზეს და ჯანმრთელებით იქნებით და ძალიან ლამაზებით თუ დარჩებით ჩვენთან ერთად, იმიტომ რომ ჩვენი ყველა თითეული გადაცემა განსხვავებული სათაურით, განსხვავებული წამყვანებით და განსხვავებული თემებით, მაინც ერთისკენ მიდიც, რომ იყოთ ჯანმრთელები და ვიყოთ ლამაზები. ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით, დროებით.